ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. დღეს 4 პოლიტიკურმა პარტიამ ხელისუფლებასთან შეთანხმება გააფორმა. იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად შესთავაზა. ერთ ფურცელზე გაწერილ საარჩევნო ცვლილებებში საუბარი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის დაფინანსებასა და პარლამენტში დეპუტატების რიცხვის გაზრდაზე. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის შემცირება რეფერენდუმით გადაწყდა, რომელიც მოსახლეობის ნებას გამოხატავდა. მოაწერეს თუ ამით ხელი ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. აქვს თუ არა პოლიტიკური პერსპექტივა ოპოზიციურ ექვსიანს და გააძლიერა თუ დაასუსტა ხელისუფლება რევოლუციონერთა შეუსრულებელმა დაპირებებმა. პირდაპირ საუბარი გოგა ხაინდრავასთან. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს გოგა ხაინდრავა, ჩვენი სტუმარი ბატონო გოგა მოგესალმებით. დღეს 5 პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ ხელშეკრულებას. ამ 5 პარტიას შორის 2 არის ყოფილი რვიანის ყოფილი წევრი, კერზოთ ქრისტიან-დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები. მე მაინტერესებს თქვენი აზრი იმის შესახებ, რატომ დატოვა ამ 2 პარტიამ რვიანი და რატომ დათანხმდა იმ წინადადებებს, რაც შესთავაზა მათ ხელისუფლებამ. ანუ თქვენი აზრით, მათ ერთი და იგივე мотиваცია ჰქონდათ თუ განსხვავებული? დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ცნობილი ფილმია, ესეთი უხამსი წინადადება, რომელშიც დემი მური თამაშობს და რობერტ რედფორდი, აი ამ ტიპის შეთავაზება იყო, როგორც ყოველთვის, სხვა ძნელად არის წარმოსადგენი ამ ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან, ხო, ოღონდის დოლარებში იყო. და ეს უხამსი წინადადება მიღებული იყო ოღონდ ერთი პარტიის მხრიდან, ეხლა თქვენ კომენტარს უსმენდი, რომ 4 პარტია და დანარჩენები დათანხმებულები იყვნენ ამ უხამს წინადადებაზე დიდი ხანია. დღეს ძალიან ხშირად გაიჟღერა ქართული კლასიკოსის ნაწარმოებიდან ერთ-ერთმა პერსონაჟმა კიკუმ, რომელსაც დაუდეს და ეუბნებიან, კიკუ შენ თუმანი და გაიხადა კიკუმ. ეხლა ეს მოსალოდნელიც იყო. სხვა კიკუებს უკვე დიდი ხანია ჩახტილი ჰქონდათ. ეხლა იქ ვინცაც თქვენ ასახელებთ, ეს არანაირი ოპოზიცია არასოდეს არ ყოფილა. ეს იყო სატელიტები ხელისუფლების, მათი ფულით, ასე ვთქვათ, ფეხზე დაყენებული და მათ მიერ შექმნილები იმისთვის, რომ ანტურაჟი გაეკეთებინათ თითქოს და დემოკრატიის იმ ქვეყანაში, სადაც ზვინვარებსაც და ქრისტიან-დემოკრატებსაც ახლა ქრისტიან-დემოკრატები ყოველთვის ესეთები იყვნენ, მე ვუბრალოდ ამ სიტყვის, ამ სახელწოდების წარმოთქმაც კი მიჭირს იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც დაირქვეს ეს სახელი, იმიტომ რომ არც ქრისტიანული, არც დემოკრატიული მათ არაფერი არ ცხიათ. ისინი თავიდანვე სატელიტები იყვნენ და შექმნილი იყვნენ. სხვათა შორის თავის დროზე ქართული ხალხის იმედი გაყიდეს, ახლა იმედს გულისხმობ ტელეკომპანიას, რომელიც ნამდვილად იმედი იყო ქართული საზოგადოების. არა, ისინი ისინი არაფერს არ ადასტურებენ, ისინი ამაზეც ლაპარაკობენ, რომ ეს დიდი წარმატება და დიდი მიღწევა იყო. ახლა მაგათთვის, რა თქმა უნდა, ის 2-3 მანდატი, რომელსაც მიუგდებს ხელისუფლება სხეულის გაყიდვისთვის, მათთვის ეს ეთყობა დიდი წარმატება. იმ საერთოდ მეძაობა ძალიან პოპულარული პროფესია გახდა საქართველოში და პოლიტიკაშიც ფეხი ღრმად გაისვლა ფესვი, ადრე ეს დაფარულად ხდებოდა. ეხლა ძალიან კარგი პროცესი მიდის, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გაცხადდეს. დადებითი მოვლენა, რაც რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა. იმიტომ ყველაფერი ცხადდება, ყველაფერს თავის სახელი ერქმევა, ესე იგი არანაირი ახლა თეთრი შავი აღარ არის, თეთრია, შავი შავია. არანაირი ოპოზიცია, ასე ვთქვათ, ადამიანებს ვისაც შეუძლია თანამშრომლობა და რაღაცა პოლიტიკურ ენაზე საუბარი პირუტყვებთან, იმათთან ვისაც შეუძლია რომ კაცი მოკლან და მე შეაგდონ სახურავზე და გამოაცხადონ რომ დენმა დაარტყა და მე მისი ოჯახი შეავიწროონ და ციხეში მყოფი ძმა იმისთვის რომ მათ ხმა არ ამოიღონ და ასეთი უამრავი ფაქტი ვიცით. ეხლა მე საბოლოოდ თავის დროზე საქართველოს დატოვება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც დავინახე აი ეს აბსოლუტურად არანორმალური ადამიანი, ვინც თავის თავს პრეზიდენტს ეძახის, იყო მისული დევნილების ოჯახში ცხინვალის ომის მერე
და იქ ორი შვილი ყავდა დაღუპული, ორი შვილი ყავდა და ორივე დაიღუპეს და მშობლები უხდიდნენ მადლობას იმისთვის, რომ ის ორი შვილი მიწაში ჩააწვინა. ნუ ამის მერე მივხვდი, რომ ეს არის საზოგადოება, სადაც აბსოლუტურად ასე ვთქვათ აღრეულია ყველაფერი ერთმანეთში. მაგრამ ვისი ბრალია, რატომ არის ეს აღრეული? რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია ყველასი ერთად, მაგრამ ნუ ამას ღრმა ფესვები აქვს და ეს სხვა საუბრის თემაა, რატო მოხდა ესე და რატო ხდება ეს საქართველოში, მაგრამ რეალობა ესეთია. ამ რეალობას კიდე გარკვეული ჯგუფები, ადამიანების, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას და საკუთარ ამბიციებს და პოლიტიკურ უბრალოდ ამ პარლამენტებას არიან აყოლილები, რატომღაც ანტურაჟს უკეთებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს იმ ადამიანებმა, ვისაც პირად დიდ პატივს ვცემდი ბევრს, ზოგიერთ ყოველ შემთხვევაში ჩემი პარტნიორები ყოფილი თანამებრძოლები, იმდენი, ასე ვთქვათ, ღირსება საკუთარ თავში იპოვეს და ამით ჩემის აზრით გადაერჩინეს თავი და მე ვგულისხმობ იმ დანარჩენ 6 პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელმაც ეს უხამსი წინადადება არ მიიღო და უბრალოდ კიკუს როლი არ მიიღო, არ გაყიდა თავის სხეული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაგრძელება იმ პროცესების, რომელიც 26 მაისს ამ უსასტიკეს დღეს ჩემის აზრით გადამწყვეტ გარდამტეხ დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მოყვა, ამას მოყვა 28, ამას მოყვა აბსოლუტურად ღია პროტესტი საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც აქამდე ასე თუ ისე თავს იკავებდა, დაინგრა მითი რაიმე დემოკრატიულობის, დაინგრა მითი ამერიკის საქართველოში და მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული დარტყმა ამერიკის პოლიტიკისთვის და ამ შეცდომების შედეგებს სოფლიო არენაზე ვხედავთ, მაგრამ ეხლა ჩვენ საქართველოს სინამდვილეზე ვლაპარაკობ და რაც თავარია დაინგრა მითი იმის, რომ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, რომელსაც ამათ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ პროცესებს ეძახდნენ, არანაირ შედეგებამდე არ მიგვიყვანს. ერთადერთი და დღეს ამაზე ალაპარაკდა ირაკლი ალასანიას უსმინე, დათო უსუფაშვილს, ეხლა დათო უსუფაშვილი გონიერი საუბრებით და ნაბიჯებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომ ხალხთან ერთად და მხოლოდ საზოგადოებრივი ძალისხმევით არის შესაძლებელი რაიმე შედეგის მიღწევა, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ბოროტების ძლევა არის აბსოლუტურად შეუძლებელი, მით უმეტეს რომ ამ ბოროტებას კიდევ უფრო დიდი და ძლიერი ბოროტება უმაგრებს ზურგს, როგორც მოსკოვიდან ისე ვაშინგტონიდან. მე ვფიქრობ, კონკრეტული ფაქტები ძალიან ხშირად მაქვს დასახელებული, ამიტომ ამაში ღრმად აღარ შევალ, მაგრამ მინდა მოუწონო ნაბიჯი, მე ვთქვი კიდევაც, რომ 26 მაისის მერე პოლიტიკური სივრცე 2008 წლის 5 იანვრის მერე აღარ ყოფილა საქართველოში, არანაირი პოლიტიკური ასპარეზი და პოლიტიკური საქმიანობა არ შეიძლება ყოფილიყო, სივრცე არ არსებობდა, რომელ საარჩევნო სივრცეზე შეიძლებოდა ლაპარაკი იქ, სადაც სასიცოცხლო სივრცე არ არსებობს, სადაც ადამიანის სიცოცხლე არ ღირს არაფერი. როგორ შეიძლება სხვა სივრცეზე ლაპარაკი და ეხლა რას უნდა ველოდოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ანცხადებდნენ კონკრეტულად აი ამხანაგი კაციტაძე, რომ ადამიანის უფლებები ეს არ არის მათი პრობლემა. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ მათი პრობლემა გარემო ყოფილა და სასიცოცხლო გარემო რო არ არსებობს, იქ სხვა რა ადამიანი უბრალო სასიცოცხლო გარემო სადაც არ არსებობს, იქ რომელ სხვა გარემოზე შეიძლება ლაპარაკი. ძალიან კარგი რომ ეს დარჩენილი პარტიების ლიდერებიც ამბობენ, რომ ისინი აიძულებენ ხელისუფლებას ისევ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ანუ მოლაპარაკება სიტყვა ისევ ფიგურირებს მათ ეხლა ეს პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან, ყოველ შემთხვევაში უნდათ, რომ პოლიტიკოსები იყვნენ და არიან კიდეც ნაწილი მათგან ნამდვილად არის, უბრალოდ აქ პირობები არ არის პოლიტიკის. ბუნებრივია ის, რომ ისინი, ვთქვათ, ამ გზით აპირებენ სიარულს და პოლიტიკური ველის, ასე ვთქვათ, აღდგენაზე საუბრობენ, ეს აბსოლუტურად სწორია. უბრალოდ რა გზით აპირებდნენ ამის გაკეთებას და რა იმედს აძლევდნენ ქართულ საზოგადოებას, ამაში იყო ჩემი შეუთანხმებლობა, თორე პატივისცემა მათი გზისადმი ყოველთვის ჰქონდა. უბრალოდ პერსპექტივას ვერ ხედავდი და შედეგი გამოჩნდა, იმიტომ რომ ეს არ არის ის ჯგუფი, ეს არის კრიმინალების ჯგუფი, ეს არიან ადამიანებს ვერ უწოდებ ნამდვილად 26 მაისის მერე, ეს არის ჯგუფი, რომელიც არაფრის ფასად არ დათმობს ხელისუფლებას. საკუთარი ბიძაშვილებს ჩაახჩობს სისხლში, რაც ხდებოდა 26-ში. ყველანი მთელი მსოფლიო ამის მომსწრე და მე მინდა გითხრათ, რომ ამის შედეგი და პასუხი აუცილებლად იქნება
ესე იგი დღეს კონიუნქტურა, მსოფლიო პოლიტიკის კონიუნქტურა მყისიერ პასუხებს ესეთ ქმედებაზე არ აძლევს, მაგრამ პასუხებს აძლევს და ესენი მიიღებენ პასუხებს, მიიღებენ სასამართლოებში, მიიღებენ ზუსტად იმ ციხეებში, სადაც დღეს 10,000-ობით ქართველი უდანაშაულო ადამიანი ყავთ. მე ვფიქრობ, რომ მურმან დუმბაძის მაგალითი, ერთი მურმან დუმბაძის მაგალითი საკმარისია იმისთვის, რომ განაჩენი გამოუტანო არა მარტო სააკაშვილს და მის რეჟიმს, არამედ მის ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ რუსული რეჟიმი ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვიცით რა არის რუსეთი. რუსეთი არ შეცვლილა 10 საუკუნე და არც აპირებს შეცვლას. ის არის ისეთი, როგორიც არის, გინდა იღებ, გინდა არა, ეგ სხვა საქმეა. მაგრამ იგივე მურმან დუმბაძემ თავისი ისტორია არ მოუყვა სახალხო დამცველს, რომ მოხვედრილიყო მის ანგარიში. რატომ თქვენი? ეგ არ ვიცი, მაგრამ მე რაც გაზეთში წავიკითხე, რატომ წაიღოს გაზეთი და წაიკითხო სახალხო დამცველმა თუ აინტერესებს. ეხლა რაც მე პირადად მურმანისგან მოვისმენთ და რაც გაზეთში წავიკითხე და ლუკა კურტანიძეს პირს რო გაუღებ და ფურთხებას რო დაუწყებ და მე 7 ადგილას თავგატეხილ კაცთან სურათს რო გადაიღებ და ამათთან ხელშეკრულებას რო დადებ და იტყვი რომ ეს დიდი წარმატებაა და საქართველოს ამით დიდი მომავალი და პერსპექტივა, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი პერსპექტივა ნამდვილად გახსნილი აქვს. დიდი ხანია, მაგრამ მაგას კაციტაძე დაემატება და გამყრელიძე თუ არა, ამით არაფერი არ შეიცვლება. ამით შეიცვლება პირადად გამყრელიძეს და კაციტაძის ბედი სამომავლოდ, როგორც პიროვნებების და როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების, იმიტომ რომ რამდენად შეძლებენ მე ასე ვთქვათ, ურთიერთობის გაგრძელება სამ საზოგადოებასთან, რომლის ინტერესები, ვთქვათ, 1 თუმნად გაყიდეს, ეგ მე თვითონ გაცენ პასუხი საზოგადოებას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფინანსების გამო აბა სხვა იქ არაფერი არ არის. არა, ნუ 2-3 იმ კეთილდღეობის სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით არც ერთი პარტია არ არის, იქ არის პატარა ჯგუფი ადამიანების, რომელიც პარტიას ირქმევდნენ. ეხლა ის თავიდან ვერას წარმოადგენდა, ეხლა ამ თარგამაძის, ასე ვთქვათ, ჯგუფი ეს ყველასთვის ცნობილი იყო იმ მოვლენებიდან გამომდინარე, ისევე მეორე საქართველოს იმედი გაყიდეს და ეხლა იქ იმისთვის, რა ქვია, სკამებისთვის რო საკეთარი სხეული გაყიდონ და პანელზე დადგნენ, ამაში, ასე ვთქვათ, ჩემთვის გასაკვირი არასოდეს არაფერი არ ყოფილა. მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ დანარჩენი ადამიანები და მადლობა ღმერთს და მე მინდა თქვა, რომ ადრეც ვთქვი, 26 მაისის მერე ნათლად დათელი გახდა ის, რასაც დიდი ხანია ვლაპარაკობდი, რომ პოლიტიკური ვერი არ არსებობს და პოლიტიკა საქართველოში არსებობენ ცალკეული პიროვნებები, რომლებმაც შეძლეს ღირსების შენარჩუნება. ძალიან ძნელი იყო ამ ღირსების აღდგენა 26 მაისის მერე, როდესაც ასე ვთქვათ, მხარი არ დაუჭირეს იმ მე არ ვლაპარაკობ ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერაზე, ეს ცალკე თემაა და ცალკე საკითხია. იქ იდგნენ ქართველები, იქ იდგნენ და იქ იდგან მურმან დუმბაძე, რომელიც თანამედროვე მაგალითია ყველა ქართველი კაცისთვის და ყველა ქართველი პატრიოტისთვის მაგალითი. ჩემთვის მაგაზე დიდი პიროვნება დღეს საქართველოში ლუკა კურტანიძე, ახალი სახეები. სოსო ჯაჭვლიანი ადამიანებმა, რომელმაც მთელ საქართველოს აჩვენეს რას ნიშნავს ღირსება. ამ აბსოლუტურად რეპრესიულ რეჟიმში დღეს მაგალითად აღარც მარალავენ ვინმე ჩეკისტი მაკო ჭოღოშვილი, რომელიც აი ამ ბანდიტების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან რურუასთან მუშაობს სამსახურში, გამოუძახა კოკა გუნცაძეს ცოლს და პოლიტიკური მოტივით გააგდო სამსახურიდან. ეხლა იმასთან შედარებით, რასაც ისინი ჩადიან იქ უამრავი მსხვერპლი, შეიძლება ეს რამოსატანი თემაა სამსახურის დაკარგვა, მაგრამ ეს ღირსების შევღალვაა, ეს შეურაცხყოფის მიყენება, ეს არის მაჩვენებელი, რომ ჩეკისტები მართავენ ამ ქვეყანას. ჩეკისტები მართავენ ამ ქვეყანას, აი ტყავის კურტკებში გამოწყობილი ჩეკისტები. მე ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია და ეხლა მე არასოდეს არ მქონია ეს მიდრეკილება და არ ვფიქრობდი, მაგრამ წერა დავიწყე, იმიტომ რომ მე მივხვდი რას წარმოადგენდა საქართველოს 24 წელში, 21 წელში, 22 წელში, იმიტომ რომ სულ ყოველთვის ამას ვაბრალებდი. აბსოლუტურად ვაბრალებდით სულ დამპყრობელს, ვაბრალებდით იქ წითელ არმიას, რუსებს, ქართველები ჩასდიოდნენ ამას და ეს ქართველები არიან ბოკერია, რამიშვილი, ლომაია, რურუა, სააკაშვილი, მერაბიშვილი. ეს არიან აი შულავერის კომიტეტს ხშირად ხმარობენ ხოლმე ნაციონალები, აი ესენი არიან შულავერის კომიტეტი. მაგრამ მაშინ ესეთ სიტუაციაში ბატონო გოგა რა პერსპექტივა აქვს იგივე იმ 6 პარტიას, რომელიც დარჩა და ისევ აძლევენ საზოგადოებას იმედს, რომ იმუშავებენ საარჩევნო არა, იმუშავებენ კიდეც, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, ყოველ შემთხვევაში მაგათმა შექმნეს პირობა, როდესაც ალაპარაკდნენ საზოგადოებრივ ძალისხმევაზე, ხალხის ასე ვთქვათ, უპირატესობაზე, შექმნეს პირობა, როდესაც შესაძლებელია საერთო ენის ნახვა.
ასე ვთქვათ, მათი მწარე გამოცდილებით და ჩვენი მწარე გამოცდილებით არის შესაძლებელია რაღაც შუალედის გამონახვა, სადაც ერთი იქნება ნათელი, რომ სიტყვა უნდა თქვა საზოგადოებამ. ყოველგვარი ლიდერომანია საქართველოში უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერები საქართველოში არ არსებობენ. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიებიც რეალურად არ არსებობენ, იმიტომ რომ 2-3 კაცისგან შემდგარი ჯგუფი რა პოლიტიკური პარტია აქვს. თუ ეყოფათ, ასე ვთქვათ, გონიერება, საღი აზრი და თუ ეყოფათ თუ ვთქვათ, თავის ძებნას კი არ დაიწყებენ საქართველოში, არამედ საქართველოს ძებნა საკუთარ თავში და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს და პიროვნულ ამბიციებს გადააბიჯებენ და მიხვდებიან, რომ ერთიანობა არის საჭირო. ერთიანობა და 15 და 20 ასე ვთქვათ გამჭრიახი ადამიანი, ვისაც პოლიტიკის ასე თუ ისე ცოტა გაიგება, ერთ პოლიტიკურ პარტიაში შეიძლება საქართველოში ძალას წარმოადგენდნენ და რაღაც ერთ გაერთიანებაში ცალ-ცალკე არანაირ ძალას არ წარმოადგენდნენ. ანუ მიგაჩნიათ თუ არა, რომ საჭირო არის თუნდაც ამ 6 პოლიტიკური პარტიებისგან შეიძლება ვიღაცების დამატებით ან ვიღაცების გამოკლებით ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ექსპერტი და საზოგადოების წარმომადგენელი საუბრობს ამის შესახებ. თუმცა პირდაპირ საუბარი ამ თემაზე მოდით სარეკლამო ბლოკის შემდეგ გავაგრძელოთ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს გოგა ხაინდრავასთან. ბატონო გოგა, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საჭირო არის ამ 6 ოპოზიციური პარტიებისგან, რასაკვირველია შეიძლება ვიღაც დაემატოს, ვიღაც გამოკლოს, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის. ბოლო პერიოდში რვიანის მიმართ, სწორედ ეს მოთხოვნა გაჩნდა საზოგადოების მიმართ. ამ პარტავნებას თუ მიანებეს თავი პოლიტიკურს და თუ მიხვდნენ, რომ ვთქვათ, დიდი საერთო მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევენ და დღევანდელი განცხადება მაგაზზე ლაპარაკობს და მეტყველებს, რომ ამის ასე ვთქვათ, გაგება არსებობს, მე ვფიქრობ კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის ეგრეთ წოდებული რადიკალური ფრთა, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ არის შერაცხული რადიკალურად, იმიტომ რომ რადიკალები რას ნიშნავს? ეგ ახლო აღმოსავლეთში უნდა ნახოთ. და იგივე საბერძნეთში შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომელიც შუშასაც კი არ ამტრევენ ქუჩაში, იმას რადიკალებს ვერ დაარქმევ. ის კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ თქვენი ეთერით და სხვათა შორის ტელევიზიის წინ, როდესაც მანქანას დაესხნენ, ეს სუანო მერაბიშვილის სტოვრები იყვნენ, როგორც აღმოჩნდა, აი ეს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, შეფიცულთა რაზმი, ძირითადად ვანოსთან ჰქონდათ ფიცი დადებული უმეტესობას, ვინც იყვნენ, ამიტომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მათ თვითონ მოაწყეს, მათ ეს კადრი ჭირდებოდათ, აუცილებლად და ეს ფაქტი ჭირდებოდათ, რომ მერე დასავლეთი დაერწმუნებინათ, რომ თუმცა ვისი ბრალია ის თუ შეფიცულებში აღმოჩნდნენ პოლიტიკური პასუხისგებლობა და საერთოდ პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მხოლოდ სამმხრივი იყოს, პასუხისგებლობა არა იმაზე, რაც 26-ში მოხდა, იმიტომ რომ ის ბარბაროსობა და ის ეხლა პირუტყვი რაც გადაწყვიტავს და ვთქვათ ფოცხვერი და რაღაცა ეს რას იზავს ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ ადამიანის გონება გაქვს და იმას პირუტყვის გონება აქვს და როგორ შეიძლება რომ თანხმდება, ამიტომ მოლოდინი ამის არ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეხლა მოლოდნელი იყო ის რაც მოხდა. ესეთი სისასტე, არა, დარბევა რო იქნებოდა, ეს ყველამ კარგად იცოდა კაცო ეს. მე ხო მე 8 საათზე საღამოს ველაპარაკე ნინოსაც და ირაკლისსაც და გავაფრთხილე რომ უსასტიკესი დარბევა იქნება, ეს ყველამ კარგად იცოდა. ეხლა დარბევა რო იქნება, მაგრამ მე ისიც უთხარი რომ უსასტიკესი დარბევა იქნება, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მქონდა ამის შესახებ. ეხლა იქ სხვა თემაა, იმაზე სხვა ლაპარაკის თემაა, სხვა, მაგრამ ნუ მინდა გითხრათ, რომ პიროვნული, ასე ვთქვათ, ღირსებები ნამდვილად არ შეიძლება, რომ ნინო ბურჯანაძეში ვერ დაინახო ის, რასაც უამრავ ადამიანში, ვისაც პრეტენზია გააჩნია რაღაც პოლიტიკოსობის, არ არის. მაშინ ეს არის. ეხლა რამდენად შეძლებს? ანუ მასზე არ არის თქვენი აზრით პასუხისგებლობა? როგორ არ არის პასუხისგებლობა? ყველა ჩვენთან გაზია და მასზეც არის, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა და ეს მე ნახოთ, მომავალი გვაჩვენებს, როგორ გაუმკლავდება ამ პასუხისგებლობებს. მე ვფიქრობ, რომ პერსპექტივას სახალხო კრების თვალსაზრისით? სახალხო კრება მე არასოდეს არ მქონდა გაიგივებული ბურჯანაძესთან. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემის აზრით ბურჯანაძის, რომ მან ასე ვთქვათ, ჩათვალა, რომ მხოლოდ მისი არსებობა სახალხო კრებასთან საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაეძლია ეს ბოროტება და ჩვენ ამის შესახებ ვეუბნებოდით, სხვებიც ეუბნებოდნენ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ამპარტავნება. მაგრამ სახალხო კრება ეს სხვა ფენომენია, ვთქვათ, მე ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ის ადამიანები, ვინც იყვნენ შეკრებილები, მე არასოდეს არ მქონდა პოლიტიკასთან გაიგივებული და ჩემთვის ეს იყო ნამდვილად კარგი წამოწყება, რომელიც არ იყო გამოყენებული პოლიტიკური ამბიციის გამო.
ჩემის აზრით პოლიტიკური წინ დაუხედობის გამო ეს დიდი შეცდომა იყო, იმიტომ რომ სხვა შორის ეს პირველი შემთხვევა არ იყო, იმიტომ რომ საერთო სახალხო მოძრაობა რომ წარმოიქმნა თავის დროზე ეროვნულ საბჭოთ რო ჩამოყალიბდა, მე იმის ტორპედირებაც მიდიოდა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. ჩვენ ხშირად არ გვეჭვს. ბურჯანაძის ფაქტორმა და სახალხო კრების ფაქტორმა ვერ იმუშავა ერთად სწორად? ვერ, შედეგი ხო ნახეთ. სწორად მუშაობა რა იყო? ეროვნული საბჭო ძალიან დიდი კრიტიკის ობიექტად იქცა ყოველთვის, მაგრამ 300,000 კაცი გამოვიდა ქუჩაში რამდენჯერმე. სხვა საქმეა რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ ვერ გამოვიყენეთ და ჩვენ ვამბობთ რომ არ გამოვიყენეთ. ჩვენ არ გამოვიყენეთ მაშინ ეს ძალა იმ გზით, რა გზითაც ეხლა ასე ვთქვათ იგეგმებოდა მისი გამოყენება, თორე ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა დაპირისპირება სამოქალაქო. რა გზით იგეგმებოდა ეხლა თქვენი აზრით? დაპირისპირების გზით, რა თქმა უნდა. ანუ სახალხო კრება ამისთვის იყო შექმნილი? არა, სახალხო კრება პირდაპირ აცხადებდა, რომ ასე ვთქვათ არ შეეგუება ამ რეჟიმს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეხლა იმ მაგალითების მერე 7 ნოემბრების მერე, ვთქვათ 15 მაისის მერე, 15 ივნისის, 6 მაისის მერე, იმ უამრავი მაგალითების მერე, სადაც სისასტიკე და დაუნდობლობა საკუთარი ხალხისადმი და ეს აბსოლუტურად რაღაცა ისე ვიმეორებ, პირუტყული გამოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და უამრავი იყო ესეთი. აბსოლუტურად ნათლად აჩვენებდა. სწორი იყო ეს გადაწყვეტილება თქვენი აზრით თუ სახალხო მე ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძე სხვა გამოსავალი არ ქონდა და ერთადერთი სწორი გზით წავიდა თავისი გადამოსახედიდან და იმ ასე ვთქვათ ვითარებიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა. მაგრამ რატომ არ აღმოჩნდა მაშინ ამისთვის მზად ეს ორგანიზაცია ამ დაპირისპირებისთვის? გამოცდილება არ ქონდა და პოლიტიკურმა ამპარტავნებამ ისე ვიმეორებ თვალები დაუბნელა და ვთქვა, უარი თქვა ისეთ ხალხზე, ვისაც ამის გამოცდილება ქონდა. ყოველ შემთხვევაში ეს იმდენად ასე ვთქვათ იცი რა არის, როდესაც ეს დაახლოებით იგივეს გავს, როდესაც ეუბნები, რომ მოდი ვიმოგობროთ და მე მიაყოლებ თორე. ეხლა როგორც კი თორებს მიაყოლებ, მე აღარ მაკმაყოფილებ შენი შემოთავაზება. თუ მეგობრობა ბურჯანაძეს ხომ ქონდა გამოცდილება პოლიტიკური? ბურჯანაძეს ქონდა შანსი, რომ ვთქვათ ეს ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც მომწრენი გავხდით, სახალხო კრება ყოფილიყო გაერთიანების ადგილი. მე ვფიქრობ, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ განცალკევების ადგილად აქცია. რაც შეეხება მეორე, როგორც თუმცა ისე ვიმეორებ, არ შეიძლება არ დაუფასო ნინო ბურჯანაძეს, ნამდვილად დაუფასებ და ყველა ის ასე ვთქვათ შეტევა, რომელიც განხორციელდა ნინო ბურჯანაძეს წინააღმდეგ ოპონენტების მხრიდან, მე ოპოზიციაში მყოფი, ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება იყო და არ ეკადრებოდათ ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებების კეთება. აი ვის გულისხმობთ კონკრეტულად და რა სახის განცხადება გააკეთა? კარგით, რაც შეეხება გადანაშაულება ნინო ბურჯანაძის იმ სისასტიკეში და იმ შედეგში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეს იყო არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი. ეგ შეიძლება პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა გქონდეს და აქვს კიდევაც, მაგრამ ეხა ისე ვიმეორებ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ნინო ბურჯანაძე, რომ საკუთარ სისხლში ჩაახშობდნენ ქართველ ხალხს ეს მანქურთები, ეს გამოზრდილი პირუტყვები, არაადამიანები. გააფრთხილეთ, რომ სასტიკი. არა, მე გავაფრთხილე კი ბატონო, მაგრამ როდესაც თავგანწირვაზე მიდიხარ, ეხლა მე მან ის ვთქვათ იმ ხალხთან, ვინც იდგა პირნათელი იყო, იმას არ დაუმალია და ყველა ეხლა 9 აპრილსაც ესე იყო. 9 აპრილს ყველას გვეს ტანკები რო წამოვიდნენ ჩვენსკენ, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელიმე ერთი კაცი იდგა იქ, ვისაც არ ესმოდა, რა შედეგი იქ დამთავრდა, უწმინდესი მოვიდა და იმან გვითხრა პირდაპირ, რა გველოდებოდა. მიუხედავად იმისა, ხალხი დადგა. იმიტომაც ვისჯებით იმის მერე, სულ მე ვფიქრობ და სისხლიდან ვერ ამოვედით, რომ იმ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვით, მაგრამ ეს სხვა არის, თავგანწირვის უნარი ქართულ ხალხში ყოველთვის იყო და ეს დაამარცხებს ამ სიბინძურეს. თავგანწირვის უნარი. იქ შეშინებული ხალხი არავის არ უნახე, იქ გაოგნებული ხალხი იყო იმისგან, რაც მიიღეს თავისი მოყვასისგან. და არ უნდა გაეფრთხილებინათ ლიდერებს, რისთვის უნდა ყოფილიყვნენ ისინი? გააფრთხილეს. ყველა მიცოდა, მე უამრავს შევხვდი. მე უამრავ ადამიანს შევხვდი, ვინც ახლა გამოვიდნენ ციხიდან, ვინც ასე ვთქვათ ამ რეპრესიის მსხვერპლი შეიქმნა, ბევრთან მქონდა საუბარი, რაც ჩამოვიდი იმის მერე და არც ერთს არ აქვს არანაირი პრეტენზია, იმიტომ რომ ყველა იძახეს, რომ ჩვენ ვიცოდით, რა გველოდებოდა. ამას არ ელოდებოდა, რომ დაარბევდნენ. შეგნებულად წავიდნენ ამაზე. რა თქმა უნდა, იგულდომი ადამიანები. რა თქმა უნდა. ყველას ესმოდა რა შედეგი მოყვა. სხვერპს სხვერპს არავინ არ ელოდებოდა.
ბატონო გოგა, კიდევ ერთი პარტია, რა კი სრულად ოპოზიციურ სპექტრს ვარჩევთ, ეს არის ქართული პარტია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაანონსა რევოლუცია, დაანონსა სისხლის ჩუხჩუხი, შემდეგ უკვე ოქრუაშვილის ჩამოსვლა და მრისხანების დღე, მაგრამ ეს დაპირებები არ თუ ვერ განხორციელდა. თქვენი აზრით, შეუსრულებელმა დაპირებებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გააძლიერა თუ დაასუსტა? რა თქმა უნდა, ეხლა ამ ხელისუფლების გაძლიერება შეუძლებელია. ამ ხელისუფლების გაძლიერება შეუძლებელია, ეს ასე ვთქვათ, უბრალოდ არავის არ ხელეწიფება. ამან დაასუსტა კი არა, პრაქტიკულად დაშალა თვითონ ეს პარტია. დაშალა ძალა, რომლის იმედი ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც გააჩინა დიდი მოლოდინი, რომელმაც ძალიან სერიოზული ორგანიზაციული სამუშაო ჩაატარა და ეს სამუშაო თვალნათელი იყო და მე აბსოლუტურად გაუგებარი ქმედებით და აუხსნელი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი დაღუპა და პრაქტიკულად დაანგრია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ სუზარს უბარს დიდ პატივს წემ, ეხლა თქმა იმის შესახებ, რომ ქართული პარტია არსებობს, ძალიან ძნელია. რა სიზავენ ნახოთ. აქვთ რაიმე პერსპექტივა მათ? ან თუნდაც ლევან გაჩეჩილაძეს და კოკა გუნცაძეს, რომლებიც პიროვნულად ლევან გაჩეჩილაძეს, კოკა გუნცაძეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, დარჩნენ ადამიანები, ვინც ღირსება, ასე ვთქვათ, შეინარჩუნეს და შეინარჩუნეს პოტენცია, რწმენა საკუთარი თავისადმი, ვთქვათ, ის ყველაფერი ჭორი და წილის წამება 26 მაისმა გარეცხა, ასე ვთქვათ, დიდი ფართობით. შეიძლება დიდი არა, მაგრამ გარეცხა ფართობით, სადაც შემორჩნენ ცალკეული პიროვნებები. ეხლა ეყოფათ თუ არა გონიერება, ისე ვიმეორებ, გამოცდილება და რაც თავარია ქვეყნის სიყვარული აი ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ყველანი ერთად დადგნენ და ყველამ ერთად მოვიცილოთ, თქვათ, ეს ბოროტება და ჭირი, რომელიც შესაძლებლად მიგაჩნიათ ეგ უახლოესობის მანძილზე? მე ვფიქრობ, რომ აი ამ დარჩენილი 6 პარტიის დღევანდელი ნაბიჯი ამის მშვენიერი საწინდარია. მე ვფიქრობ, რომ ეხლა მაინც, თქვათ, აი ამ წარე გამოცდილების შედეგად ჩვენ გაგვეხსნება გონება და მივხვდებით, რომ უერთმანეთოთ ეს ძველი ქართული თუ არა მარტო ქართული, მსოფლიო ეპოსის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ისე, როდესაც აი ამ ისრების კონას აძლევს მამაშვილს და ის ერთად არიმტრევა და ცალ-ცალკე ძალიან ადვილად. მე ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, რომ ბოლო-ბოლო დაბრძენდეს ცოტა მაინც ქართული პოლიტიკური ოპოზიცია, თუ უნდა რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდეს და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ველი გააჩინოს საქართველოში, მხოლოდ ამით არის ეს შესაძლებელი. კი ბატონო, მე ქართულ საზოგადოებაში არანაირი პოლიტიკა, ისე ვიმეორებ, არ არსებულ, ასე ვთქვათ, საქმეში მონაწილეობა მით უმეტეს შეუძლებელია, რომც არსებობდეს და რომც გაჩნდეს. მე იქ არ ვიქნები, მაგრამ მებრძოლთა რიგებში აუცილებლად და პირველ რიგებში რა. ამას ლაპარაკი არ უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ საზოგადოებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს ჯოჯოები მოვიშოროთ. მოვიშოროთ ეს ჯოჯოები თუნდაც მოსკოვის მხარდაჭერილი, მოსკოვის ტანკებით და მოსკოვის ჩექმებით და ამერიკის ფულით და ამერიკული პოლიტიკოსების უზნეობით, რომლის მაგალითის მომსწრეები ყველანი ვართ. მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის ეს გასკდა ეს დიდი კედელი, რომელიც იცავდა სააკაშვილს და იცავდა მე ამის მომსწრე ვიყავი, როგორც ცდილობდნენ, მე ევროპაში ვიყავი 26-ში, იცით რომ აი დიდი ძალისხმევის მიუხედავად წამოვიდა მაინც ნიაღვარი. ხანიკიდან ხანაკიდან წამოვიდა იმ სიბილწის ნიაღვარა, გამოხეთქა ბოლო-ბოლო და მთელი ევროპა ადრეც იცოდა, მაგრამ ეხლა უკვე პირდაპირ ენვერ ხოჯასთან შედარება თქვათ პარიზის საფრანგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე იყო გადაცემა, სადაც 40 ჟურნალისტი იჯდა და კადრებს აჩვენებდნენ თქვენი სტუდიის გადაღებულს და მე მინდა მაესტროს ყველა თანამშრომლად ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ისევე როგორც კვირის პალიტრის თქვათ იმ ინტერნეტ ტელევიზიას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გავიდა და ეს მსოფლიომ ნახა, ისე ვიმეორებ, ყისიერი შედეგი ამას არ ექნება, მაგრამ შედეგი ნამდვილად ექნება. დიდი მადლობა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს შუქურა კი არა, ეს ჭაობია რა, ეს არის სიბინძურე და ამ სიბინძურეს დავძლევთ მე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად ზანდება. გოგა ხაინდრავა იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10-ზე როგორც ყოველთვის შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.